მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ მიმყოფებით ლალიანთიცის საკვირაო სკოლაში. ეს გახლავთ პოდკასტი ლალისთან ყავაზე და დღეს ჩემი სტუმარია ლუკა ნაცვლიშვილი, რომელიც არის ილიას უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტი და ის გახლავთ პოლიტიკის მეცნიერებებისა და საგარეო ურთიერთობების საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის სტუდენტი. ალბათ ყველას შეგიმჩნევიათ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის, დიდი სიბრძნე არ ჭირდება მაგის გააზრებას, რომ გააცნობიერო, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის, როდესაც ადამიანი პოლიტიკურ პროცესებში ერთვება, ან თუნდაც საკუთარ პოზიციას აფიქსირებს. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ზოგადი განათლება და ნებისმიერ თუნდაც პროზაულ საკითხებზე როცა ესაუბრები ადამიანს ყოველთვის ჩანს ხოლმე მისი ინტელექტუალური ბექგრაუნდი და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი არა მხოლოდ პოლიტიკაში ზოგადად ნებისმიერი სიტუაციის ანალიზის დროს და ჩემი პირადი დაკვირვება არის რომ ჰუმანიტარული განათლება და სოციალური განათლება განსაკუთრებულ როლს თამაშობს ამ შემთხვევაში. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მათემატიკოსები უფრო კარგად ასრულებდნენ და ძალიან სწორი მიდგომები ჰქონდეთ მოვლენებთან, ანალიტიკური უნარები და მით უმეტეს იმ პრობლემების ვერბალიზაცია, რომელიც ზოგადად სოციუმში ხდება, ამის ვერბალიზაციას ჰუმანიტარები და სოციალური მიმართულების ადამიანები უფრო კარგად ახერხებენ და დღეს მინდა ვისაუბროთ იმაზე, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს განათლებას პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობისთვის. სხვათა შორის ამ პოზიციას და ამ აზრს ძალიან შორეულ წარსულამდე მივყავართ. პირველი განმანათლებლები, რომლებიც მიხვდნენ, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პოლიტიკური პროცესებისთვის განათლების მიღებას, იყვნენ ანტიკურ პერიოდში სოფისტები, კი სოფისტები სალანძღავი სიტყვა, მაგრამ თავის დროზე ძალიან კარგი როლი აქვს შესრულებული, იმიტომ რომ ესენი იყვნენ, ასე ვთქვათ, პირველი განმანათლებლები ანტიკური საზოგადოების. ნახეთ, როგორ იყო, თუ ადრე არისტოკრატები იყვნენ პოლიტიკური პროცესების ავანგარდში და ისინი წყვეტდნენ ქვეყნის ქალაქის სახელმწიფოების პოლიტიკურ ცხოვრებას, როდესაც დემოსი ანუ დემოკრატიული მმართველობის ფორმა გამოდის წინა პლანზე, ადამიანები, ძველი ბერძნები ხვდებიან, რომ ამისთვის სჭირდებათ განათლება და მასობრივად დაიწყეს განათლების მიღება და განსაკუთრებით იმ სფეროში, რომელიც ეხებოდა სამოქალაქო განათლებას, ანუ მათ უნდა მიეღოთ განათლება იმისთვის, რომ საკუთარი ინტერესების დაცვის უნარი ქონოდათ საზოგადოებაში. აი ასეთი ისტორიიდან მოვდივართ, ჩვენ საქართველოშიც საკმაოდ გამოძახილი ქონდა ამას, ეხლა არ მინდა რომ ისეთი ლექციური სახე მივცეთ ამას, იმიტომ რომ რაოდენიმე ცნაურიც არ უნდა იყოს და შეიძლება ზოგს უცნაურადაც მოეჩვენოს, მაგრამ თუ ვინმე არის ბერძნული ცივილიზაციის და კულტურის გამგრძელებელი, დღეს მსოფლიოში მგონია, რომ ჩვენს კულტურაში არის ძალიან ბევრი რაღაცა ნამარხების სახით ჩატოვებული ის გავლენები, რაც ანტიკურმა აზროვნებამ თავის დროზე დატოვა ქართულ ცივილიზაციაზე. აი, ასეთი ღრმაფესვებიდან დავიწყოთ და მოდი მივიდეთ ლუკა დღევანდელობამდე. როგორ ფიქრობ, რა არის პრობლემა იმისა, რომ ზოგჯერ არის ადამიანები, აქვს სწორი პოზიცია, სწორად პოზიციონირებენ, სწორად ასრულებენ, მაგრამ ზოგჯერ ხანდახან არის, რომ აი საუბარში შეიძლება რაღაც მეორე ხარისხოვანზე მეც მქონია ეს შემთხვევა, რომ კარგად მოაზროვნე ადამიანი, უცებ რაღაცა ისეთ მეათე ხარისხოვანზე გააკეთებს პედალირებას, რომ პირდაპირ გაოცებული შეიძლება დარჩე იმის გამო, რომ რაღაცა ტიპის გამოცდილებები გვაკლია. ან განათლებაში, ან რა ვიცი, დებატების ხელოვნებაში. აი, შენ დღეს როგორ ხედავ თანამედროვე ქართულ პოლიტიკურ სივრცეში რა როლს თამაშობს განათლება და სად არის ამისი ნაკლებობა? რთული კითხვა ხო არა? ძალიან ისეთი ანალიტიკურ კითხვას გესვა. პირველ რიგში მოგესალმებით, მადლობა დიდი მოწვევისთვის, ძალიან საინტერესო, კომფორტული და ლამაზი გარემოა მინდა გითხრათ. განათლების როლს და მნიშვნელობას რაც შეეხება დღევანდელ ქართულ პოლიტიკაში, მთავარი კომპონენტი პრობლემა, ფიქრობ, რაშიც მდგომარეობას არის ეროვნული ცნობიერება
აი თუნდაც როდესაც მე ვიწყებდი აქტივიზმს, თავარი მიზეზი ერთ-ერთი რის გამოც დავიწყე ეს საქმე იყო ის, რომ ახალგაზრდებში გაზრდილი იყო ეროვნული ცნობიერება და აქედან გამომდინარე გაზრდილი იყო პატრიოტული მუხტიც. ვინაიდან სკოლის პროგრამებშიც ძალიან ცუდად ისწავლება საქართველოს ისტორია, საბჭოთა კავშირის დროს, აი პირველი რესპუბლიკის ისტორია და აი ეს ეროვნული განმათავისუფლებელი მოძრაობა და ის ადამიანები, ის მოვლენები, რაც ქმნის რეალურად იდენტობას და ამ შემთხვევაში განსაკუთრებით დიდ და მნიშვნელოვან როლს თამაშობს უახლოესი ისტორია საქართველოს პოლიტიკური ჩვენი პოლიტიკურ მომავალში. და მთავარი პრობლემა ეს მიმაჩნია, იმიტომ რომ აი მაგალითად მოვიყვან აქციებზე, როდესაც გავდიოდით ახალგაზრდები შინდისფერი დროშით, ჩვენი ტოლა ახალგაზრდები მოდიოდნენ და გვეკითხებოდნენ, ეს ხო სესერეკას დროშაო და ამასთან დაკავშირებითაც იყო პრობლემები და ხო ვფიქრობ პოლიტიკურ პროცესებში განსაკუთრებით ყველაზე მნიშვნელოვანი არის რომ ერი იყოს ცნობიერი, ერი მერმა იცოდეს რა აქვს გადმოტანილი მის წინაპარს, რა სისხლი, რა მსხვერპლი გაიღო იმისთვის რომ ის დღესდღეობით ყოფილიყო დამოუკიდებელი და თავისუფალი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ის დანატოვარი, რომელიც ჩვენ წინაპრებმა ამ ბრძოლით დაგვიტოვეს, ჩვენი მოვალეობა, მათ შორის ჩემი თაობისაც, ვინაიდან ჩვენ ახლა ვართ ძალიან მნიშვნელოვან ეპოქაში და ძალიან საამაყო ბრძოლაში მინდა ვთქვა, ჩვენი მოვალეობა არის, რომ ეს მათი დიდი დანატოვარი პირველ რიგში ავითვისოთ სათანადოდ და შემდგომ უკვე უფრო დიდ დანატოვრად ვაქციოთ ჩვენი მომავალი თაობებისთვის. მაგრამ აი იცი რის მინდოდა, რაზე მინდოდა ხაზგასმა, რომ წარმოიდგინე ახლა აი დღეს ვთქვათ ადამიანები, როდესაც საუბარი მიდის იმ არსებულ პოლიტიკურ პროცესებზე, აი ყველანი იძახიან, რომ იცი რა, ერთი მხარეც ვთქვათ ქართული ოცნების მომხრეებიც და აქეთ მეორე მხარეც იძახის, რომ კი, ჩვენ გვინდა ევროპაში და ჩვენი ადგილი არის ევროპაში. მაგრამ აქ განსხვავებები არის მეთოდებში, რა გზებით გვინდა ევროპაში შესვლა. თავისუფალი სასამართლოთი თუ რუსეთის სასამართლოთი, ხო? თავისუფალი ცნობიერებით თუ აი ეს მესიჯ ბოქსებზე აგებული რაღაცა ფრაზეოლოგიზმებით, ხო? ეხლა ახალი მესიჯ ბოქსია დამასანქცირეთ საქართველოსთვის, ხო? და ისეთი ვიღაცები წერენ ამას დამასანქცირეთ საქართველოსთვის, სულ სიქეთ არაფერი რო არ აბადიათ და ვისაც აბადია, იმათ რაღაცა ამხნევებენ რა, როგორც ჩანს, ხო? აი ამ შემთხვევებში, როდესაც აი ასეთი ის არის რაღაცა პარადოქსებია, რაღაც პარადოქსი არის აზროვნებაში, პარადოქსი არის მტკიცებულებაში, პარადოქსები არის პოზიციონირებაში, ხო? აი მივდივართ ევროპაში, ძალიან ხშირად ეს მეთოდები რას მაგონებს, იცი, აი შესანიშნავად არის დათა თუთაშხიას აი იმ პასაჟი, როცა არქიფოსეთური ერთ მხარეს რო ჭასთხრიან და მე ეს იმედი სადამდეც უნდა მივიდნენ იმედი რომელშიც ის სადღაც სხვაგან არის, ხო? აი ამ შემთხვევაში რა შეიძლება რომ გაკეთდეს? როგორ შეიძლება რომ ადამიანებთან იმუშაო და თან მithumetes ძალიან შეუვალები არიან. ღიაობა არ არის საუბრისთვის. ხო? აი შოკირებული ვიყავი, როცა საუბარი იყო აი ამ რუსული კანონის ესე იგი მომხრე მოწინააღმდეგე არგუმენტებზე და როდესაც პრემიერმა განაცხადა, რომ კი, აი ღია ვარ მშელობისთვის და იქ რო საუბარი შედგა, ხო? აი კიო, ვისაუბრეთო, მაგრამ მე ერთერთი არგუმენტი ვერ მოვისმინე. სრული იგნორირება კი ბატონო. ხო, ასეთ შემთხვევაში ალბათ უკვე მსჯელობა, უკვე განათლებასთან უკვე აღარაფერი აღარა, აქ უკვე მსოფლმხედველობასთან და მსოფლმხედველობრივ პოზიციონირებასთან გვაქვს საქმე, ხო? აი სანამ ვისაუბრებთ იმაზე თუ როგორ უნდა აღმოფხვრათ ეს კონკრეტული პრობლემა, მოდი გავაკეთოთ პატარა ანალიზი, რატო ხდება ასე, რომ როდესაც ერის უდიდესი ნაწილი არის მომხრე ევროინტეგრაციისა და ამბობს და აღიარებს იმას, რომ ევროპა არის დღეს ცივილიზაციის კერა, ასე ვთქვათ და რა ვიცი, ევროკავშირში და ევროპაში არის განათლებაც სათანადოც, ადამიანის უფლებებიც არის დაცული. მე ვფიქრობ
მოდი ლუკა ჩაგეჭრები, იცი რა არის? მარტო მაგიტო კი არ გვინდა ევროპა. უბრალოდ ბუნებრივად ვართ ევროპის ნაწილი, ხო? ჩვენ ხო რეალურად პირველი ადამიანები, ვინც ევროპაში გასახლდნენ, კავკასიელები იყვნენ, ამიტომ ჩვენ პირველი უნდა გქონდეს ამაზე. თან ისა ევროპეიდულ რასას კავკასიური რასა ქვია, ხო? ხო, ცნობილი ისტორიიდან გამომდინარე. და აი ეს არის, რომ ის კი არა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება და რაღაცა იქ ხელის მოწერა კი არ არის მთავარი. აქ არის იმ ღირებულებათა სისტემასთან საკუთარი თავების ხო, იდენტობის დადგენის პროცესში ვართ რა ჩვენ ახლა, ხო. აი ხო ამ ჩარტს ვისაუბრო, რომ ზუსტად აი საბჭოთა კავშირმა ყველაზე მეტად დააზიანა, ვფიქრობ, ქართული იდენტობა და სამწუხაროდ ცოტა შეიძლება ფიცხად და ისე გამომივიდეს, მაგრამ მე ასე ვხედავ ყოველი შემთხვევისთვის, რომ საბჭოთა კავშირის შემდგომ ქართულ საზოგადოებაში ჩამოყალიბდა რაღაც ნაწილში აი ცრუ იდენტობა. რომ აი ქართველობის ფსევდოქართველობა. აი რითიც ხდება დღეს პედალირება ზუსტად აი კონკრეტული პროპაგანდისტული მედიებიდან ან კონკრეტული პირებისგან, რომ აი მართლმადიდებლობა, ის ოღონდ აი რუსეთის ჭრილში, რომ აი ერთმორწმუნე ერები და აი ისეთი ფუნდამენტური რაღაცეები, რაც ადამიანებისთვის რეალურად არის მნიშვნელოვანი რამე და ამით მარტივად შეუძლიათ რომ მოახდინონ აპელირება და მე ვფიქრობ, რომ როდესაც ჩვენ ამ გამარჯვებას მივაღწევთ, მხოლოდ მართლმადიდებლობა რატო გაწყვეტე მაგაზე სუფრა, ელარჯის წელვა, ფოლკლორი, სიმღერა, მიახლოებით მე-19 საუკუნემდე ქართველი კაცი როდესაც სუფრაზე იჯდა, თუ ქართველი კაცი სუფრაზე დათვრებოდა და ის იყო სიცხვილი უდიდესი და აი ამ საბჭოთა კავშირის პერიოდიდან მოყოლებული და იმ დროიდან მოყოლებული, რაც ჩვენ რუსეთთან რაღაცნაირი ურთიერთობა დავიჭირეთ, აი ეს გახდა ურთიერთობა დავიჭირეთ სახელმწიფოებრება წარგდაცა, ხო? კი ბატონო, და დღესაც იგივე ცდილობს და სამწუხაროდ ისევ და ისევ ჩვენიანები მიგვათრევენ იქეთ და დღესდღეობით ღრეობა, ასე ვთქვათ, ქართველი კაცისთვის გახდა კულტურის და იდენტობის ნაწილი, რაც აი ყველანაირად მიუღებელია. უკვე აღარ არის. რაღაცა ცოტა იმედის მომცემი ისა მაქვს. ალბათ სიგნალები, რომ იმდენად გადატვირთულები ვართ, ეხა ისეთ რეჟიმში ვართ საზოგადოება, რომ ალბათ არ გვაქვს მაგის დროთორი, მაგის მეც ასაკეთებენ პირიქით. აი ფაკულტეტზე როდესაც გადიხართ ხო რაღაც საგნებს ხო თუ არის რაიმე ესეთი გამაერთიანებელი რაღაცა დისციპლინა ან რაიმე აქტივობა თუ გაქვთ არ დაგცალდა სტუდენტობა მართალია მაგრამ რაიმე ისეთი თუ არის რომელიც აი ამ თეორიაზე დაფუძნებულ პრაგმატულ და პრაქტიკულ სკილებს განუვითარებს ადამიანს რაიმე ეგეთი თუ არის პრინციპში ეს უკვე ქუჩაა მაგრამ დღეს მხრივ მოვარჩევდი შთას ამ შემთხვევაში შესავალი თანამედროვე აზროვნებას ძალიან საინტერესო საგანია. დიდად ვერ მოვახერხე კარგად პროცესებიდან გამომდინარე ჩართო, თუმცა რაც მოვასწარი მართლა საინტერესოა და ლოკი მოვასწარით? კი, მოვასწარით. ნუ მოვასწრეს. მე ბათუმში მიწევდა მაგ დროს ყოფნა BSU-ში გაფიცულ სტუდენტებთან ერთად ვიყავი. ბათუმელი ვარ მაინც და ვერ მოვშორდი აქაურობას. და რა ვიცი სხვადასხვა პროგრამები არის საინტერესო. ილიანოვი ზოგადად ყოველთვის ქმნის იმ გარემოს, სადაც მართლა სტუდენტი ყველაფრის მიუხედავად შეძლებს რომ თავისუფლად მიიღოს საჭირო განათლება. ხო. სოციალურ და ჰუმანიტარულ სფეროში თუ ვინმე გვყავს კორიფეები ყველა თქვენთან არის თითქმის რამდენიმე გამონაკლისის გარდა ხო ამ თვალსაზრისით შეგიძლიათ დაიგვეხნოთ აი შენ პირადად სად იგრძენი რომ აი ის შენი პროფესიით და განათლებით მიღებული უპირატესობა თუ გიგრძნი არა იმ სიტუაციაში აი ამ პოლიტიკურ პროცესებში ძალიან ჩართული ხარ და მაგიტო ნუ ალბათ რაც ვისაუბრე აი უახლესი ისტორიის ცოდნა, ну პირველ რიგში სულისკვეთება საიდანაც მომდინარეობს, აი იდეა საიდანაც ჩამოყალიბდა ჩემში, თავისთავად ოჯახიდან მოდის პირველ რიგში ოჯახმა გადმომცა ის ცოდნა, ის ფუნდამენტი მე მამა მყავს ორი ომის ვეტერანი და ბავშვობიდან ვიცოდი ვინ იყო რუსი და ეს ომის ისტორიებიც და შემდგომ უკვე ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერების ისტორიებზე, ეროვნული მოძრაობის
ისტორიებზე ვარ გაზრდილი და ამ ყველაფერმა ჩამოაყალიბა ჩემში პიროვნება, ვთქვათ ასე. ამ ყველაფერმა გამიჩინა თავის დროზე პროტესტი, როდესაც თუნდაც მე-7 სკოლაში რუსული და სეპარატისტული აფხაზეთის დროშა ჩამოვხიე და ანუ ეს მოძრაობის მუდმივ როგორ ვთქვა, დისციპლინად მექცა უკვე და ეს მომდინარეობს ზუსტად იმ იდეისგან და იმ ცნობიერებისგან, რომელიც მე ავითვისე ჩვენი წინაპრებისგან, ასე ვთქვათ. მოდი ბარემ რახანის кейსი ახსენე, ბარემ შეგეკითხები, მე მაშინ დაგირეკე შენ როცა რუსეთის დროშა ჩამოხიე და რაღაცა არ მოინდომე, რომ მოსულიყავი ჩემთან ეთერში და მიზეზი რა იყო? თავიდან ზოგადად, პირველ რიგში მოულოდნელი იყო, რომ ეს ამბავი საზოგადოებაში გავრცელდა, რა ვიცი, უცებ ტელევიზიებში გავარდა, ესე ვთქვათ და ძალიან ბევრი ტელევიზიიდან რეკავდნენ დაინტერესებულები იყვნენ და თავიდან ცოტა შემეშინდა, იმიტომ რომ არც გამოცდილება მქონია აქამდე, მანამდე არც ინტერვიუ მიმიცია და არ მინდოდა რაღაცნაირად, რომ ესაუბრა ამაზე რაღაცა და მე მეგობრებმა მითხრეს, რომ პირიქით თუ გამოხვალ და ისაუბრებ ქვეყანაში, რომ მუხტი ასე ვთქვათ აიწიოს, შეიძლება გამოადგე ამ პროცესსო და მე უკვე ნელ-ნელა გავუთამამდი და ნელ-ნელა გადავდგი ნაბიჯები გავბედე, ეხაც ძალიან მიჭის, ხოთა შორის ვერადავერ მეჩვიე კამერებთან საუბარს. ხო, ეს იგი რაღაცა თავიდან მეშინოდა, ხო, კარგორბალასავით შემოიჭერი პოლიტიკაში და ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ძალიან მიყვარს საერთოდ მეამბოხე ადამიანები, მოჯანყე. მით უმეტეს თქვენ ასაკში, რომ რაღაცნაირად დავარცხნელი, ესეთი ცივი გონებით კარიერაზე ორიენტირებული ადამიანები ცოტა მაშინებს და როდესაც ეს რაღაც გულწრფელი ემოცია არის მით უმეტეს თქვენს ასაკში, აი როგორ შეიძლება ვიღაცის ნავში იჯდე, როგორ შეიძლება პროტესტი არ გქონდეს, სამყაროს მიმართ უნდა გქონდეს პროტესტი, არასთუ კონკრეტული ხელისუფლებების მიმართ. თუმცა ესეც აუცილებლად უნდა კონვერტირდეს რაციონალიზმში და რაღაცა ტიპის კალაპოტში, მაგრამ ეს ამოფრქვევა თუ არ მოხდა, ისე კალაპოტიც არ მოიძებნება და ამიტომ ძალიან კარგი იყო შენი მხრიდან ეს ისა. მაგალითის მიმცემიც იყავი ერთგვარად, იმიტომ რომ ბავშვებს ძალიან ბევრმა გაბედა მერე იმისი თქმა, რაც არ მოწონდათ და ეს ძალიან კარგი იყო. ზოგადად ესეც პოსტსაბჭოთა განათლების სისტემის შედეგია, რომ თუ კი რაღაცა დონეზე ბავშვი ცოტა პრეტენზიას გამოთქვამს რაღაცის მიმართ, გონიათ, რომ ხო ეს თითქოს შეურაცხყოფას აკეთებს სკოლას. პირიქით, მე მგონია, რომ იმ სკოლაში, სადაც ადამიანი ამას ახერხებს, რომ საკუთარი პროტესტი გამოითქვას, ზუსტად იმ სკოლაში მიმდინარეობს ცოცხალი და ჯანსაღი პროცესები. მე მგონია, რომ შენ ყველაზე კარგი საქმე გაუკეთე შენ სკოლას და ასახელე პირდაპირ გაგებით. რა ვიცი, მე მგონი მადლობა ეკუთვნით რა. კი შეიძლება რაღაცა პატარა კი წამოგითაქეს, მაგრამ ეგ სამაგიეროდ ამ ბრძოლის პროცესში ფორმირდები, ხო, როგორც ადამიანი და ღირებულებებით ორიენტაციებსაც ესე კარგად ახერხებ. მე მაინტერესებს, აი შენ ძირითადად ლაპარაკობდი აი უახლესი ისტორიის ცოდნაზე და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან ცუდად გადააზრებული დამოუკიდებლობის პერიოდი, აი ეს ისტორიის. ეხლა ამას აქვს თავისი, მოდი ვთქვათ, ამას აქვს თავისი ობიექტური წინაპირობა. ის ადამიანები, რომლებიც ქმნიან ამ პერიოდს, ჯერ კიდევ ცოცხლები არიან. და ამ თემაზე, აი ამ თემის წამოჭრა და გაანალიზებამ შეიძლება კიდევ ერთხელ, ან ხელა თემაა ზოგადად, კიდევ ერთხელ წარმოშვას ეს რაღაცა კონფლიქტები საზოგადოებაში. ეს ერთი, მეორე ზოგადად რაც უფრო აი სიტუაციის ანალიზი გავს რაღაც აი მწვერვალზე დაკვირვებას, ხო? როდესაც მწვერვალის ძირში დგახარ, როცა ახლოს ხარ, მასთან მთლიანობაში სურათს ვერ ხედავ, ობიექტურად რო თქვა. ცოტა დისტანცირებაა საჭირო და აი ცოტა დრო უნდა გავიდეს, რომ აი შორიდან შეხედო. თუმცა იმდენი დროც არ უნდა გავიდეს, რომ აი ამ რაღაც კონკრეტული თემის ირგვლივ შეიქმნას და იმდენი ჭორი, რომ საბოლოოდ ქექვა მოგიწიოს და გაგირთულდეს იმ ჭეშმარიტების პოვნა, რაც მართლა დევს ამ ისტორიაში ან თემაში.
რაც ვფიქრობ, აი ამ შემთხვევაში რაზეც საუბრობთ, მოხდა კიდევაც. აი, იმიტომ რომ იმ კონკრეტულ მომენტებში იყო საჭირო რაღაცეების სახელის დარქმევა რა. ეგ გვიჭირს დღეს, რომ აი მაგ სახელს დაარქვევდა ყველაფერს თავის დროზე ლუსტრაციის კანონი. ხო, და სამწუხაროდ ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ გაბედა და ხო წარმოგიდგენია რა დღეში ვართ, რომ ვერც ერთი ხელისუფლება ამ ნაბიჯს ვერ დგამს, რომ დაიდოს ლუსტრაციის კანონი, რომ მივხვდეთ, რომ დაერქვას ვინ არის და ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ეს პროცესი. ძალიან კარგად გააკეთეს ჩეხებმა და ზოგადად აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა და საინტერესო გამოცდილება ჰქონდათ მაგ თვალსაზრისით, რომ მიიღეს ლუსტრაციის კანონი, ოღონდ არავის არ ჩაუქოლია ეს ადამიანები, უბრალოდ აუგრძალეს საჯარო სამსახურებში და საგანმანათლებლო სივრცეებში მუშაობა. ხო, და ეს იქნებოდა სწორი. როდესაც მივაღწევთ გამარჯვებას ამ ბრძოლაში, აუცილებლად არის ჩამოსაწერი ამ ადამიანების სია, აი მედროვეების სია, მართლა რომ აი საჯარო მოხელეებად მუშაობა აიგრძალოთ მართლა, იმიტომ რომ კატასტროფაა მართლა. ერთ ძალიან კარგ ბათუმელს ამირან ვადაჭკორიას ჰქონდა სოციალურ ქსელში ასეთი პოსტი დადებული, რომ ისეთი პროცესები მიდისო, ეხლა რომელ მხარეზე დგახარ, სივში ჩასაწერიო. ჩასაწერიო. ხო, მაგრამ მოდი ასე ვთქვათ, იმ ადამიანებს, რომელსაც ვთქვათ, ცოტა გვიან მოუდით რაღაცა გონი ძალიან ბევრი ადამიანი ისეთი არა, რომელიც ვთქვათ წინა ხელისუფლების ძალადობის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი ყოფილა და რაღაცა და ეხლა კი არის ამ ხელისუფლების მომხრე, მაგრამ მთელი სტრესები გაუახლა ამ 14 დღიანმა ძალადობამ ადამიანებზე, ხო? აი ეს ადამიანები თუ ვთქვათ შეიცვლიან პოზიციას, ხო? ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამაზე ვარი ვთქვათ ხო, პირიქით, ეხლა ყველაზე კარგი დრო არის მაგისტრის რო პოზიცია შეიცვალო და თითოეული ამ ადამიანის პოზიცია უკვე ხდება აქეთ ამ ხარის კაპიტალი. ამიტომ პირიქით ეს ასე მგონია, რომ დასაფასებელია და ეს გულწრფელი ადამიანები ვინც რაღაცის გამო ემიჯნებოდნენ, თქვათ ამ მოძრაობას, ეხლა რაც არის. მე პირადად ამ მოძრაობას უწოდებ ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობას, ეს პოლიტიკის სივრცეს გაშორებულია, კაი ხანია. მე ასე უბრალოდ აი ზუსტად არ უნდა დაუშვათ ის შეცდომა, რაც მანამდე დაუშვეს და აი საჭირო მომენტებში იმის მაგივრად, რომ ქვები ვესროლოთ ერთმანეთს, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებმა პირიქით ყოველთვის არის შესაძლებელი მაინც რომ საერთო აზრამდე მივიდეთ, იმიტომ რომ აი საღი აზრი ყოველთვის იმარჯვებს და ამაზე უნდა ვიყოთ ორიენტირებულები, რომ აი ის პოლარიზაცია, რაც მოხდა საზოგადოებაში ჩვენ წინა თაობებში, ჩვენს შემთხვევაშიც არ მოხდეს, იმიტომ რომ უპირობო ერთობა არის საჭირო იმისთვის, რომ აი თუნდაც ის ევროპის დონე, რაც არის ეხლა ცივილიზაცია, მივაღწიოთ და სწრაფი განვითარება გავიაროთ საკმაოდ მოკლე დროში. თან ეხლანდელ პროცესების ანალიზი იმასაც გვიჩვენებს, რომ აი სულის მახსენდება რა, არ ვიცი, მე მგონი ბიბლიიდან არის, ვიყავით ჩვენ, ვითარცა თქვენ და იქვნებით თქვენ, ვითარცა ჩვენ. შოკირებული ვარ, პირდაპირ გაცხადებული არის, რა თვალსაზრისით ვინ წარმოიდგენდა, რომ გახარია და მელია ერთად იდგებოდნენ რუსთაველზე ხელისუფლების წინააღმდეგ, ხო? აი პოლიტიკა არის ზოგადად ყველანაირად აი ძალიან პარადოქსულია და ამიტომაც არის თუნდაც ეს ფაქტები. აი მაგალითად ჩემთან ერთად ვინც თქვა ასლან აბაშიძის წინააღმდეგ იბრძოდა ეს პერიოდები რო გავიარეთ, ეხლა ამ ხელისუფლების მხარეს არის და ეს ადამიანები რაღაცერად გრძნობ რა ადამიანებად რო თვალსაც ვერ მისწორებენ, იმიტომ რომ ხო იციან ჩვენ იცოდნენ და ახლა იციან ისთვის ვიბრძოდით, ხო? ამიტომ ამ ადამიანების მიმართ მაქვს ტოლერანტობა და ეხლაც რო ვუყურებ, ხო, ამ 30 წელმა ისეთი გამოცდილებები მოგცა, რომ რაღაცა არ მგონია, რომ ჩვენ ერთმანეთს დავერიოთ, იმიტომ რომ ყველას გაგვივლია ეს ფაზები და ეს უბრალოდ წრებრუნო არ არის, ცოტა სპირალური არის რა. ერთ წრეზე არ ტრიალებ, ცოტა სებო თავდივართ, ხო? ამიტომ საზოგადოებაში არ არის ეს ერთმანეთის ჩაქოლვის მოთხოვნილება. ამას ყველა ნაბიჯზე ვგრძნობ და მე მგონი თქვენ არ ყველა ნებისმიერი ანალიტიკაც ამას მოწმობს, ხო? ჯერ ადამიანები ძალიან რა ვიცი, ზოგჯერ არის რომ რაღაც ის გადავხედავ ხოლმე მის წარსულს
რო ლაპარაკობს, მგონია რომ აი პირდაპირ ჩემს სათქმელს აჟღერებს, მეთქი ეგ არის, ხო? ეხლა რამე ხო არ არის ესეთი რაც გინდა რომ თქვა და რაღაცა მე არ შეგეკითხე. სხვა ფაზაში მინდა გადავიდე და იმითო. კი ბატონო, თუ შეიძლება მინდა მივმართო ჩემი თაობის წარმომადგენლებს, ახალგაზრდებს, იმიტომ რომ ბოლო პერიოდი აგვიწევს განსაკუთრებულად რთულ ბრძოლაში ყოფნა, თან ისე მოხდა, რომ აი რაღაც სულ რამდენიმე წლის წინ ჩამოყალიბდა ეს ახალი ქართული საზოგადოება. მე რო ვიწყებდი აქტივიზმს, იმის მწუხარებას გამოთქვამდი ყოველთვის, რომ ახალგაზრდები არ არიან დაინტერესებული პოლიტიკით, არ არიან დაინტერესებული ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებით, პოლიტიკური დღის წესრიგით და ისე მოხდა, რომ ისე წარმოიშვა პროცესები, რომ აი დაიბადა ახალი ქართული საზოგადოება და ამ ქართულმა საზოგადოებამ მოკლე დროში ისეთი სასტიკი ბრძოლები და სირთულეები გადაიტანა, რაც გასაოცარი არის ჩემთვის ეს ფაქტი ზუსტად, რომ ეს გადავიტანეთ. და ამ გადატანილი ბრძოლებიდან გამომდინარე და კიდე ბევრი ბრძოლა გვიწევს, მე დარწმუნებული ვარ, ვიცი. ხშირად იყო მომენტები, როდესაც მე თვითონაც ვარდებოდი ერთგვარ ნიჰილიზმში. თუმცა რაღაცა ბზარების პერიოდი ყოველთვის არის ასეც. ამ პროცესებში იყო, უყურებდი ამ ყველაფერს და არ დაითრგუნო. და რაღაც მომენტში შემოვძახე საკუთარ თავს და მივხვდი ერთ რამეს, რომ აი ის ადამიანები, ვინც ნიჰილიზმში არიან, მათთან განსაკუთრებული ფორმით უნდა ისაუბრო, არ უნდა განკითხო, არ უნდა განიკითხო იმის გამო და არ უნდა ეჩხუბო, რომ აი რას ქვია შენ ნიჰილიზმში ხარ, როდესაც ქვეყანაში ასეთი მნიშვნელოვანი პროცესები არის. არა. პირიქით შენ უნდა ეცადო, რომ მიახვედრო რაოდენ მნიშვნელოვან პროცესებში მონაწილეობს ახლა ის და ის, რომ ეს ბრძოლა ის ფაქტი, რომ ამ ბრძოლაში მონაწილეობს, არის საამაყო. იმიტომ რომ როგორც ჩვენ ვამაყობთ ჩვენი წინაპრებით და მათი ნაბრძოლით, ასევე იამაყებენ ჩვენი შვილები და ჩვენი მომავალი თაობები ჩვენი ბრძოლითაც და რა ვიცი. და როგორი განცდა, ხო? რომ იცი, რომ ეს ისეთ რაღაცას უყრის საფუძველს, იცი, რომ საზოგადოებამ ამ ჩემირგვლივ ადამიანებმა დამაფიქრეს ამაზე ზუსტად, რომ ანუ მართლა ეს არის აი ხო იმ ისტორიებზე ვარ გაზრდილი, რომ აი ჩვენი წინაპრები რაღაც 9 აპრილი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა, თავისუფლებისთვის ბრძოლა რაღაცა ისა და ამდენი ხანი მოვდიოდი და ნუ აქტივიზმში ვიბრძვი ხო დიდი ხანია, მაგრამ აი იმ მომენტში ზუსტად როდესაც დავაკვირდი ამ ნიჰილიზმში გადავარდნილ ადამიანებს, მაშინ გავაანალიზე, რომ მეც ამ რაღაცა ახალი ეპოქის ნაწილი ვარ და რაღაცა მნიშვნელოვანი და საამაყო ბრძოლის ნაწილი ვარ. ამიტომ იამაყეთ იმ ბრძოლით, რომელშიც ღებულობთ მონაწილეობას, იმიტომ რომ ჩვენით იამაყებენ ჩვენი შვილები და ჩვენი მომავალი თაობები. ხო, აი ბუხრის წინ შვილებთან მოსაყოლი გექნება. მე კიდე მგონია, რომ დღეს არის ყველაზე ის კი არ არის უბრალოდ რაღაცაზე უარის თქმა, აი ყოველთვის არის ეს პრობლემა საზოგადოებაში და ზოგადად ჩვენს პოლიტიკაში, რომ ყოველთვის რაღაცაზე ვამბობთ უარს. ესე იგი, თავისუფლებას აქვს ორი ფორმა. ერთი არის გან თავისუფლება რაღაცისგან და მეორე არის თავისუფლება რაღაცისთვის. ხო? გან ნიშნავს, რომ უარს ამბობ რაღაცაზე და თვის ნიშნავს, რომ რაღაცას ეუბნები ხოს, ხო? გან ორივე თავისუფლების ფორმაა, მაგრამ გან თავისუფლება ვერ აშენებს, გან თავისუფლება ანგრევს და ანგრევს თვის მდგომარეობა და აი ამ თვის პროცესში ვართ დღეს, იმიტომ რომ აქ მიზანი ის კი არ არის, რომ ვიღაცაზე უარი თქვა, არამედ ამ წუთას მიზანი არის, რომ რაღაცისთვის აკეთებ, რომ კონდეს უფრო ტოლერანტული საზოგადოება. ხო, ამ ყველაფერს თავი გავანებოთ, ეს თავისუფლება შეინარჩუნო. და თავარი რაც არის, დღეს ყალიბდება სამოქალაქო საზოგადოება. აი ეს ადამიანები ახლა ვინც ამ საქმის ავანგარდში არიან, ავანგარდშიც თუ არ არიან და განაპირას არიან,
თუნდაც შორიდან მაყურებლები ვინც არიან, როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება და მაშინ დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლება შეიცვლება. იმას კი არ ნიშნავს, რომ ეს თქვათ ვიღაცების ანაგვაზე გადავყაროთ, კოალიცია იქნება აუცილებლად. სხვა გამოსავალი არ არსებობს, ჩვენ მოგვიწევს ნაცებთანაც, გოცებთანაც და სხვა დანარჩენებთან ერთად თანაცხოვრება და ამისთვის განწყობილები უნდა ვიყოთ, რომ ჩვენ მოგვიწევს ერთად ყოფნა. ოღონდ აქ უნდა იყოს იმ პირობებში, როდესაც პოლიტიკურ პარტიების ასეთი დევალვირებული აქვთ ავტორიტეტები, არა, ამ პირობებში სამოქალაქო საზოგადოება უნდა იყოს ორიენტირის მიმცემი. ნებისმიერი კანონის მიღებაზე, ნებისმიერი თუნდაც უმნიშვნელო რაღაცის მიღებაზე საზოგადოებას უნდა ქონდეს ძალიან მაღალი მგრძნობელობა და მე ზუსტად ეს ვიცი, იმიტომ რომ ჩვენ როგორც აქამდე ისე მივედით, რომ უკვე ჩიხში ვართ შესული და ეს ყველაფერი პატარ-პატარა კანონების გატარებას მოყვა, ხო? ეს ისეთი გამოცდილებაა და ისეთი მეხსიერება მეც რომ თავარი ბრძოლა რეალურად გვიწევს მაშინ, როდესაც მშვიდობა. ხო, აი როცა მშვიდობა, აი როცა ისინი წავლენ, მაშინ იწყება საქართველოს სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბება რეალურად და აი ზუსტად მაგ მომენტში უნდა ვითამაშოთ მთავარი როლი იმ ახალგაზრდებმა, რომლებიც ახლა ვართ აქტიურები და თქვენ ვერ წარმოვიდგენთ რაოდენ ბედნიერი ვარ მართლა რომ დღეს ესეთი სურათი ჩამოყალიბდა, იმიტომ რომ თავიდან რო ვიწყებდი ახალგაზრდები არ ჩანდნენ და დღეს გამოიკვეთნენ ისეთი აი თუნდაც ბათუმზე რო ვისაუბროთ, ბათუმიდან დავიწყე მეც ის პატარა აქტივიზმი და უკვე იმდენი გონება გახსნილი ახალგაზრდა, ისეთი აქტიური ახალგაზრდები არიან, ისე სწრაფად და ისე კარგად და ლაღად ყალიბდებიან, რომ აი მართლა ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ ამის სურვილი მქონდა ყოველთვის, რომ ეს მენახა, რომ აი ჩემი თანატოლები არიან აქტიურები. იბრძვიან რაღაცა მართლა დიადი მიზნისთვის, იმისთვის, რომ ყოველდღიურად ჩვენი საზოგადოება უმჯობესდებოდეს და პოლიტიკური დღის წესრიგი იყოს უკეთესი და უკეთესი. ეს არის ძალიან საბედნიერო ამბავი ნამდვილად. ის როგორ არის 40 წლის ისტორია ხუმრობით ამბობდა, როდიდან უნდა დავიწყოთ 40 წლის სათვლაო 1991 წლიდან თუ მესია რომ მოგვევლინა იქიდან. ამ კითხვაზე მოდი ჩვენ დავად უპასუხოთ ამ კითხვას. ჩვენი პოდკასტის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი არის ყავა. აი რა არის შენთვის ყავა? შენ ხო ბათუმელი ხარ და აი თბილისში რო ჩახვალ იქ რაღაცა ჩაიც მოსულა, იქ ხსნად იყავდა ყავების სხვადასხვა ჩვენ ბათუმური ყავა. აი ეს მაინტერესებს რა არის შენთვის? ყავა სხვათა შორის ბავშვობის ძალიან ისეთ მომენტებს უკავშირდება, აი ბავშვობიდან ძალიან ვგიჟდები, ძალიან მიყვარს ყავა მართლა და ბავშვობაში ჩემები არ მასმევდნენ. არ შეიძლება შენთვის და ვიპარავდი ყოველთვის და მეჩხუბებოდნენ მახსოვს. დეიდა ჩემს მახსენებს ყოველთვის, იმიტომ რომ დეიდა ჩემი აკეთებს საოცარ ყავას, აი დეიდა ჩემისნაირი ყავა, აი ვერსად ვერ დავლი საერთოდ და არ ვიცი უზომოდ მიყვარს მართლა რა, აი დღის შემადგენელი ნაწილია ერთ-ერთი, აი აუცილებელი კომპონენტი, რომ აი დღე ისე ვერ გაივლის, არა აქვს მნიშვნელობა რომელი საათი იქნება, დღის რა ნაწილი იქნება, ყავა უნდა დავლიო აუცილებლად. ხოდა ისეთი ბათუმის სიორომო აქვს, ხო, ამ ყავას. კი. აი ეს, რაღაცა თურქულს რო ვეძახით, არასწორად, სინამდვილეში ეს არის შავი ყავა ბათუმური. ნებისმიერ მელანქოლიურ მომენტსაც უხდება, ასე ვთქვათ რა, აი თუ აივანზე ხარ ვთქვათ და საღამოს რაღაცა ხეთს უყურებ, თუ თუ სიგარეტს ეწევი, სიგარეტსაც ძალიან უხდება რაღაცა და აი ნუ ისეთ საუბარს როგორ უხდება პოლიტიკას? კი ბატონო, მნიშვნელოვანია ძალიან. ეს პოდკასტი დაიდება სამშაბათს და მე ზუსტად ვიცი, რომ რაღაც ახალ რეალობაში ვიქნებით და რამე ხო არ გაქვს ისეთი სათქმელი, რომ აი სამშაბათს ადამიანებმა რო თქვან, რომ აი ლუკამ წინასწარმეტყველურად რაღაც გითხრა. ნუ პირველ რიგში ყავაში მკითხაობდი, ბათუმელები მკითხაობდნენ, მე მახსოვს. ეხლა სხვათა შორის ეს ტრადიცია წაიშალა რელიგიის გავლენით და ძალიან მოწოდა. მე მახსოვს, რომ ისინი მკითხაობდნენ ამაში ქალები, ასე ორ ხარეს უნდა გადაგებრუნები აქეთ და იქეთ. და ასე ამბობდნენ, კაზიონი დომში ეს იყო მთავრობის სახლი, ამას ნიშნავდა. აი ხა რას ხედავ შენ აი ამ მთავრობის სახლს? ნუ
უახლოესი პრაქტიკიდან გამომდინარე პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ უმთავრესი ფორმულა თიც მივახცევთ გამარჯვებას და აუცილებლად მივახცევთ თამაში 100% დარწმუნებული ვარ მართლა არც ერთ წამით არ მეპარება ეჭვი, არის მართლა ის უპირობო ერთობა, ის სიყვარული, რომელსაც ჩვენ ერთმანეთს უზიარებთ და იმ იდეას, რომლისთვისაც დიდ მსხვერპლს გავიღებთ. ვინაიდან იდეისთვის მსხვერპლის გაღება ყველაზე მეტ თავად ამ იდეას ხო და რა ვიცი, მინდა მოუწოდო საზოგადოებას, რომ კიდე ძალიან ბევრი რთული პოლიტიკური პროცესი მოგვიწევს რეალურად ამ პატარა გამარჯვების შემდეგ, იმიტომ რომ რეალურად ეს პატარა გამარჯვება ეს არის საშუალება იმისთვის, რომ ნორმალური სახელმწიფო გქონდეს. რა ვიცი, დაკვირვების რეჟიმში იყავით, ყურადღებით იყავით, ეცადეთ მაქსიმალურად რომ ეს ერთობა და ეს სიყვარული ერთმანეთისადმი შეინარჩუნოთ და ამ ერთობით და ამ სიყვარულით აუცილებლად მივაღწევთ იმას, რომ ჩვენმა შვილებმა იცხოვრონ ჭეშმარიტად დემოკრატიულ, ევროპულ და ძლიერ საქართველოში. შვენიერი სიტყვებია, მეც ამ ნოტაზე დაგემშვიდობებით. ეს იყო პოდკასტი ლალისთან ყავაზე და დღეს ჩემი სტუმარი იყო ლუკა ნაცვლიშვილი.